ახალციხეში სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასუფთავების სამსახურმა ივერიელის ქუჩაზე არსებული არხები გაასუფთავა. როგორც შეპესე კეთილმოწყობაში ამბობენ, აქცია მთელს ქალაქს მოიცავს. დასუფთავების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ადგილობრივებს მიმართავს, რომ არხებში ნაგავი არ ჩაყარონ. სანიაღვრე სისტემის გაწმენდით სამუშაოებს მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის სისუფთავეზე მუდმივად იზრუნებს. კეთილმოწყობის სამსახურმა გეგმიური სამუშაოები 28 მარტს დაიწყო, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მთელი ახალციხის მასშტაბით მიმდინარეობს გეგმიური სამუშაო, იწმინდება არხები და მოსახლეობას მოუწოდებთ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩაყრიან არხებში ნაგავს. 4 დღეა დაწყებულია სამუშაოები, მოიცავთ მთელ ქალაქს და აღნიშნული 5-6 დღეში დამთავრდება. მარდის უბანზე ვარ წარმომადგენელი და ზრუნავთ მე ამ ქალაქის სისუფთავეზე, მაგრამ ეს ცოტა იმიტომ რომ ხალხს თვითონ უნდა იზრუნოს ცოტა თავის ქალაქზე და სისუფთავე უნდა დავიცვათ.